მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილი HD. შემოგვერთით, გააზიარეთ, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი საინტერესო გაკვეთილები. მოდით მე დღეს შევეცდები გასწავლოთ და გიხსნათ როგორ გავაკეთოთ ზამთრის ეფექტი. ანუ აი ესეთი სურათიდან აი ეს არის საწყისი სურათი, ჩვეულებრივი ზაფხულია, ან გაზაფხულია, გამწვანებულია ყველაფერი და ჩვენ აქედან შევეცადოთ გავაკეთოთ ნამდვილი ზამთარი, წამოვიყვანოთ თოვლი, დავდოთ აი აქაც, მინდორზეც, ხეებზეც და ყველგან და საერთოდ გავაკეთოთ ზამთარი. აი ესეთი, როგორც ნაჩვენებია აი ამ სურათზე. დავშალოთ დანარჩენი ყველაფერი, აი ესე და ჩვენ გვაქვს საწყისი სურათი, რომელიც მინდა დავაკოპიროთ ერთი ლეიერი, აი ესე, მოვკიდოთ ხელი, ჩამოვიტანოთ აი აქ ამ იკონკაზე, დავადოთ new layers და დაგვიკოპირდა. ან კლავიატურაზე Ctrl+J კლავიშების დაჭერისას იგივე მოქმედება ჩატარდება. გვაქვს სურათის ასლი ერთ ლეიერად და გავაკეთოთ ესეთი რამ. პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ აი აქ რაც კი სიმწვანეა, ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ გვინდა გადავიყვანოთ თეთრში, ანუ თოვლში, ამ შემთხვევაში თოვლში. რას ვაკეთებთ ამისთვის? შევდივართ select menu-ში და ვირჩევთ color range, აი ამას. და დაინახავთ, ეს არის მასკის რეჟიმი, გაწითლებული რაც არის, ანუ აი ამ ტერიტორიას არ შეეხება ჩვენი მონიშნის ეფექტი, ეგრეთ წოდებულად და აი აქ, აი დავიწყოთ აი ამ მწვანე ადგილების მონიშნა. აი ესე, თან ავირჩიოთ პლუსიანი, აი ეს ფერის ჩასასხმელი. ეს არის ჩვეულებრივი ერთჯერადად მონიშნის, ხოლო პლუსიანს თუ ავირჩიოთ, ამ შემთხვევაში ნებისმიერ ფერს, სადაც კი ესე გავატარებთ, იმას იმახსოვრებს და უკვე მონიშნულია ავტომატურად. აი ესე გადავატაროთ, თან უყუროთ სურათს, გვაწყობს თუ არა აი ეს მონიშნული ადგილები, ანუ აი აქ თეთრს თქვენ ხედავთ უკვე მონიშნულად, ხოლო შავი რაც არის, იქ არ ეხება, აი ეს შავი ტერიტორია მასკირებულ რეჟიმშია. მოვნიშნოთ აი ეს ბოლომდე, ესე, აი მწვანე რაც იყო უკვე მოინიშნა, შევხედოთ ისევ სურათს, აი აქ, აი ამ გასაცურებელი ეგრეთ წოდებული ინსტრუმენტით შეგვიძლია დავარეგულიროთ, ასევე შევხედოთ სურათსაც, აი ესე. და კონი გვაწყობს ესეთი ეფექტი, ხო? მე მგონი. კი, გვაწყობს. ვიცით, ოკეი. და რას ვხედავთ ახლა ჩვენ? მოინიშნა მწვანე ტერიტორიები, მწვანე ობიექტები მთლიანად და მოდით ჩავურთოთ ახლა ამას მასკის რეჟიმი. დავაჭიროთ აი ამ იკონკას, მასკის რეჟიმი ჩაირთო, აი მწვანე რაც იყო გადაგვიყვანა ჩვენ შავ-თეთრ ნეგატიურ რეჟიმში. და ეხლა გავაკეთოთ ესეთი რამ. დავდგით ისევ ამ ლეიერზე და სინამდვილეს რომ შეეფერებოდეს ზამთარში, როგორც იცით, ბალახი ყვითლდება, მოყავისფრო ფერში გადადის და გადავიყვანოთ ჩვენც. შევდივართ ისევ, მოდით, აი აქ image-ში, შევდივართ adjustment-ში და ავირჩიოთ hue and saturation. ან კლავიატურაზე, აი როგორც ხედავთ, shortcut-ი კომბინაცია Ctrl+U-ს დაჭერისას. გამოდის იგივე მენიუ. ჩვენ ავირჩიოთ მენიუდანვე და მოდით დავაკლოთ აი ეს, უბრალოდ აი ეს შევცვალოთ და დავაკლოთ, გადავიყვანოთ მოყავისფრო ფერში, აი ესე დაახლოებით. უკვე ახლა შემოდგომა გვაქვს ჩვენ სურათში და ავირჩიოთ ოკეი. ეხლა დავაკოპიროთ ეს ლეიერი ისევ დავიჭიროთ, დავადოთ აი ამ იკონკას new layers, გვაქვს უკვე ამ ლეიერის კოპია და სწორედ ეხლა აი ამ ლეიერზე იქნება მთავარი ეგრეთ წოდებული დამაგვირგვინებელი ეფექტი, ესე ვთქვათ. მოვნიშნოთ აი ეს ლეიერი ისევ, შევიდეთ ისევ image-ში,
შევიდეთ adjustment-ში და ისევ ავირჩიოთ hue saturation ეფექტი. აი ესე და ამჯერად უკვე აი ეს გადასაწევი გადავწიოთ აი ესე თეთრად. შეხედეთ როგორ გადადის უკვე თოვლში და გადავიდა ზამთარში. ძალიან მარტივი გასაკეთებელია. არ იფიქრეთ რომ ეს ძნელია თუმცა თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ძნელად, მაგრამ როგორც ხედავთ, სულ არ არის ძნელი და ძალიან ადვილია. ეხლა აი ამ layer-ზე მოვნიშნოთ აი ამ layers, კლავიატურაზე ვაჭერთ alt კლავიშს და აი შეხედეთ ჩანს აი ესეთი პატარა ისარი და ისე მაუსის ჩვეულებრივად მარცხენა კლავიშით აი ესე ერთხელ დაჭერისას გადავიდა ოდნავ გვერდზე, ანუ ეს არის clipping mask-ის რეჟიმი და რისთვის არის ეს? ანუ აი ამ mask-ამ, აი ამ layer-მა უნდა იმოქმედოს მხოლოდ ამ layer-ზე, ანუ მის ქვევით არსებულ layer-ზე. მორჩა, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენი ეფექტი ზამთრის და ეხლა ბოლომდე რომ დავამსგავსოთ რეალობასთან მივიყვანოთ ახლოს, მოდით შევეცადოთ ოდნავ როგორც ზამთარს შეეფერება, მონაცრისფერო მოლურჯო ფერებში გადავწყვიტოთ ოდნავ ფოტო. ამისთვის გავაკეთოთ ესეთი რამ. მონიშნული გვაქვს ისევ ეს layer-ი. შევდივართ აი აქ ისევ image-ში, ისევ adjustment-ში და ამჯერად უკვე ავირჩიოთ აი ეს ეფექტი, photo filter. ან შეგვიძლია აი ამავე მენიუდან, აი ამ იკონკის დაჭერისას გავაკეთოთ იგივე რამ. დავაჭიროთ photo filters. ნუ ეს ფერი ჩვენ არ გვაწყობს, warming-ი, ანუ თბილ ფერებში არ გვაწყობს ჩვენ ზამთარი და გადავიყვანოთ აი ესე ოდნავ cooling ეფექტში. აი ნახეთ როგორი შეეტყო, გალამაზდა და უფრო ზამთრის ეფექტი და ელფერი დაედო. დავარეგულიროთ უკვე ფერები, აი ესე ამის გადაწევით. ასე დაახლოებით, ნუ ალბათ აი ესე ოდნავ შებინდებულია. აი ესე. და დაიმსგავსა ხო უკვე მე მგონი ზამთარს გავს, თოვლი გვაქვს, სიმწვანე აღარ არის, ხეებიც შეთეთრდა, დაითოვლა და ალბათ მოდი კიდევ ერთი პატარა სილამაზე ეფექტი დავუმატოთ და შევეცადოთ გავუკეთოთ თოვლის ფანტელები. მოდით ავირჩიოთ. შევიდეთ ინტერნეტში და მოვძებნოთ აი ეს. სწორედ ეხლა რაც გქონდა, თავიდან შევეცადოთ მოვძებნოთ თქვენთან ერთად, რომ არ გაგიჭირდეთ მისი მოძებნა. შევდივართ Google-ის იმიჯებში, ან აუკრიფოთ პირდაპირ images google.com აი ესე და მოვძებნოთ ფანტელები ოღონდ გამჭვირვალე რეჟიმში, ანუ ალფა რეჟიმში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფანტელები გვექნება ჩვეულებრივად თეთრები, ხოლო უკანა მხარე იქნება შავი, ანუ ალფა რეჟიმში. ეს დაგვეხმარება ნაკლები ძალისხმევით, რომ არ ვიწოლოთ მისი გამოჭრა. პირდაპირ გადადების რეჟიმით დავადოთ ფანტელები. დავუკრიფოთ snowflakes და alpha დავუმატოთ, აი ესე. და ვინაიდან ჩვენი სურათი დიდი ზომის გვაქვს, პირდაპირ აი search tool-ში მიუთითოთ, რომ ოდნავ დიდი ზომის სურათი მოგვიძებნოს. და 2 მეგაპიქსელი ალბათ საკმარისია. აი ეს ავირჩიოთ ახლა ჩვენ შემთხვევაში. ჩამოწეროთ სურათი. აი ესე მივცეთ save, გადავაწეროთ ჩვენს სურათს. აღარ გჭირდება უკვე ჩვენი ბრაუზერი და გავხსნათ აი ესე. გვაქვს უკვე ფანტელები, გადმოვწიოთ აი ამ სურათზე. ოდნავ პატარაა, მაგრამ თქვენ ალბათ მოძებნით შესაბამის ზომას. პრინციპში აღარ არის ეს პრობლემა, ვინაიდან ფანტელები ისეთი ხარისხის არ გჭირდება, რომ ძალიან დაეტყოს. მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ, აი ამ layers მონიშნით, დავაჭიროთ Ctrl+T-ს, ანუ აი გადიდების და პატარავების რეჟიმი, ზომის შესვლის რეჟიმში, Shift-ზე დაჭერისას, რომ ანუ არ შეიცვალოს სტრუქტურა, მისი შესაბამისობა მარცხნივ სიმაღლეს სიგანე
shift-ის საშუალებით გავადიდოთ, გავასწოროთ ისე როგორც ჩვენ გვაწყობს, აი ესე, დავამტყუიოთ სურათს და მივცეთ enter-ი. გადადების რეჟიმში ავირჩიოთ screen. აი შეხედეთ პანელები. დაედო ჩვენს სურათს. შეგვიძლია დავარეგულიროთ ასევე მისი სიკაშკაშე და კიდევ ერთი პატარა მარტივი რამ გავუკეთოთ, რაც გაცილებით დიდ რეალობას და სილამაზის ერთფერს მისცემს, როგორც ზამთარს შეეფერება. გავხსნათ ახალი layer და გავუკეთოთ vignette ეფექტი, რომელიც ჩვენ წინა გაკვეთილებში უკვე ვისწავლეთ, გავიარეთ. შეგიძლიათ აი ამ ადგილას დააჭიროთ და გადახვიდეთ იმ გაკვეთილზე, ვისაც არ ვნახავთ, ხოლო ვისაც ნანახი აქვს, მე აღარ გავმეორდები და პირდაპირ გავაკეთებ ამ vignette-ის ეფექტს. ძალიან layer-ზე ჩავასხავთ თლიან შავ ფერს, ეს შავი არ არის, მოდით ავირჩიოთ შავი ფერი, ჩავასხავთ თლიანი შავი, აი ამ ინსტრუმენტის საშუალებით, აი ეს მოვუნიშნოთ, აი ესე, მონიშნული გვაქვს ეს ადგილი, გადავიყვანთ მასკის რეჟიმში და ამას მივცეთ ინვერტაცია Ctrl-I-ს დაჭერით და ვირჩიოთ ფილტრში blur effects და ავირჩიოთ Gaussian blur. გავბლუროთ აი ესე ბოლომდე. აი ესე. კიდევ ესე სურათი დაგვიბნელდა, მაგრამ ეს არ არის სანერვიულო, მიხედოთ. ავირჩიოთ ფუნს და აი ამ მასკის რეჟიმზე აი შავი ფერის არჩევისას ოდნავ გავადიდოთ ესე ფუნჯიც გავადიდოთ კიდევ ოდნავ დავაკლოთ დაწოლის რეჟიმი და აი შუა სურათის ადგილები ნელ-ნელა გამოვათეთროთ აი ეს შეხედეთ რა ლამაზი გამოგვივიდა. აი, ოდნავ დავაკლოთ. ზამთარი დადგა. ძალიან ლამაზი ფოტო გამოგვივიდა, თუმცა ალბათ არც თქვენ ელოდით, აი, აქედან აი ამ ფოტოდან თუ შეიძლებოდა გამოსულიყო ესეთი შესანიშნავი ზამთარი, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან ადვილი გასაკეთებელია. დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, შეგიძლიათ თქვენსავე სურათებს გააკეთოთ იგივე და გააუცოთ თქვენი მეგობრები. აი, ესეთი იყო ჩვენი სურათი დასაწყისში და აი ესეთი გამოგვივიდა ახლა. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენთან ერთად იყო მიხეილი, ჩემი არხია YouTube-ზე Mikhail HD. შემოგვიერთდით და ლაიქეთ, გააზიარეთ Facebook-ზე, თქვენს მეგობრებსაც გაუზიარებთ, იმედი მაქვს. გააკეთებთ subscribe-ს ჩემ არხზე და თქვენ აღარ გამოგრჩებათ აღარასდროს ჩვენი საინტერესო და ლამაზი გაკვეთილები. დროებით გამშვიდობებით, კარგად.